ახალი რეგულაცია მზადდება მძღოლებისთვის 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე პერიოდში ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულო იქნება. კანონში შესატანით ცვლილებების მიხედვით განისაზღვრება ის ადგილები, სადაც მსგავსი რეგულაცია იმოქმედებს. საუბარია მაღალმთიან რეგიონებსა და პრობლემურ მონაკვეთებზე, ჯერ უცნობია, გავრცელდება თუ არა ახალი წესი თბილისსა და სხვა ქალაქებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი კონკრეტულ ზონებში სპეციალური ჯაჭვებით მოძრაობის ვალდებულებას, სხვა შემთხვევაში კი ჯარიმებს ითვალისწინებს. ხარჯების გაზრდის მიუხედავად ავარიების მაღალი სტატისტიკისა და უსაფრთხოების არგუმენტით ექსპერტები დაანონსებულ რეგულაციებს ეთანხმებიან. უყინალექი დედაქალაქში და გზებზე შექმნილი შეფერხებები. ზოგიერთ საავტომობილო მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს. საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. თელავიდან თბილისისკენ მიმავალი მსუბუქი ავტომანქანა მოცურდა და ტრასის შემაკავებელ ჯებირს დაეჯახა. საავტომობილო გზების სხვადასხვა მონაკვეთზე რთული მდგომარეობა ყოველ წელს თოვლის მოსვლასთან ერთად იქმნება. ასეთ დროს მძღოლებისადმი გზების დეპარტამენტის მთავარი რეკომენდაცია ზამთრის საბურავების დაყენება. ექსტრემალურ პირობებში კი ამიდის გაუმჯობესებამდე მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა დასაშვები. შესაბამის უწყებებს უსაფრთხოების ომების მიღება შექმნილი ვითარების მიხედვით რომ არ მოუწიოს და მანქანების მოცურების შემთხვევები შემცირდეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალი რეგულაციები მოამზადა. პრაქტიკა ცხადყოფს, რომ განსაკუთრებით საფრთხე შემცველია მაღალმთიან რეგიონებში ისეთი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, რომელიც ზამთრის პერიოდში აღჭურვილი არ არის ზამთრის საბურავებით ან მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. აღნიშნული იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევებს და საგზაო მოძრაობის შეფერხებას. ცვლილებების მიხედვით 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე სავალდებულო იქნება მაღალმთიან რეგიონებში ზამთრის საბურავით გადაადგილება. ინიციატივა ითვალისწინებს ცვლილებას საგზაო მოძრაობის შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსში. უფრო კონკრეტულად 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე პერიოდში განსაზღვრულ მონაკვეთებზე აიკრძალება იმ ავტომობილის გადაადგილება, რომელსაც წამყვან ან უკანა თვალზე ზამთრის საბურავები არ ექნება. განსაკუთრებულ მეტეოროლოგიურ პირობებში კი ზამთრის საბურავებთან ერთად სავალდებულო იქნება მინიმუმ 2 წამყვან ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების დამაგრება. მძღოლები, რომლებიც კანონის მოთხოვნას არ შეასრულებენ, 100 ლარით დაჯარიმდებიან და 5 ქულას დაკარგავენ. მათ შესაძლოა დროებით მანქანაც ჩამოართვან. მძღოლების უმეტესობა, რომლებსაც მოამბე ესაუბრა, ინიციატივას დადებითად აფასებს. რაღაც მხრივ საჭიროა, ვინც განსაკუთრებით გზაზე გადაადგილდება. მაგისტრალზე, მაღალმთიანზე, ქალაქშიც ზამთრის საბურავები კარგი იქნება კი. ბევრ საფრთხეს აგვარდებს. ქალაქში ჯაჭვები ნამდვილად არ არის საჭირო და ზამთრის საბურავები ზამთარში უნდა ეყენოთ აუცილებლად. ჯაჭვები ქალაქგარეთ, სადაც მთიან რეგიონებში როდესაც მიდიხარ, მაშინ არის სიტუაციები, როდესაც თოვლი, ანუ ზედაპირი გზის სავალი ნაწილის არ იძლევა საშუალებას, რომ უბრალოდ საბურავით გაიარო. იქ აუცილებელი ან ეგრეთ წოდებული შიპებით ან ჯაჭვებით უნდა იყოს. საბურავები უფრო ძვირი ღირს და მაგის შეცვლა, გადაყენება, გადმოყენება ყველაფერი ხარჯია. თბილისში მე მგონი არ არის საჭირო და ქალაქგარეთ რო გადის და დიდთოლზე და იმაზე ალბათ საჭირო. ექსპერტების თქმით, აღნიშნული რეგულაცია ავტომობილებს ხარჯებს გაუზრდის, თუმცა მათი თქმით კანონის მიღება ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, რადგან საკითხის მეორე მხარეს ადამიანების უსაფრთხოება დგას. ეს არის წმინდა ევროპული კანონი, რომელიც ითვალისწინებს ტრანსპორტის უსაფრთხოებას და მის ამაღლებას ჩვენს გზებზე. ეს არის ერთ-ერთი დავალება, შეიძლება ითქვას, ევროასოცირების ხელშეკრულების, რომელიც ემსახურება საგზაო უსაფრთხოების ნაწილს. სწორად სეზონურად შერჩეული საბურავი უზრუნველყოფს საკვირველია უსაფრთხოების ამაღლებას, საგზაო შემთხვევის შემცირებას, სამუხრუჭე მანძილის შემცირებას, რაც პირდაპირ კავშირშია ჩვენს და ასევე სხვა მძღოლების თუ ქვეითების უსაფრთხოებასთან. იმ ზონებისა და გზის მონაკვეთების ჩამონათვალისა და ზამთარში სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით მოძრაობა სავალდებულო იქნება, მთავრობამ უნდა განსაზღვროს. კანონპროექტებში ცვლილებები დღეს ბიუროზე დარეგისტრირდა.